შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მწვერვალებამდე საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობას 500-მდე რეინჯერი იცავს. ქვეყნის ტერიტორიის 13%-ზე მეტი სწორედ დაცულ ზონას უკავია, სადაც მათი მუშაობა ყოველდღიურ რისკთან და მრავალ მხრივ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. მომავალ რეგიონებში გაგაცნობთ რეინჯერებს თუშეთიდან, იმ ისტორიული კუთხის მცველებს, რომლის უდიდესი ნაწილი დაცული ტერიტორიების სისტემაში შედის და ეროვნული პარკის, სახელმწიფო ნაკრძალისა და დაცული ლანდშაფტისგან შედგება. თუშეთში ბუნების დაცვა კონსერვაციაზე 21 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი ზრუნავს. რამდენიმე დღეში 21 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ანა ნოდიასა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი. Lizi, keks ჩამოვიტან Lizi. დაუკმაზავ ცხენს. ჩამოვუტან. Lizi შეჯიდება მე. თუ დაუჭირეთ. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ სოფელ ჭეშოში. ეს არის ერთ-ერთი ისტორიული სოფელი თათუშეთში. ჩემი გვარი ამ სოფელში ჩამოვიდა სოფელი ფარსმიდან. რამოდენიმე ძმები გაიყვნენ და ერთი ძმა აქ ჩამოვიდა, აქ დასახლდა, დანარჩენები იქ დარჩნენ ფარსმაში. ეს არის ჩემი ბიძაშვილების სახლი, ჩემი სახლი არის ისე ფარსმაში ზევით. მაგრამ ამჟამად აქ ვცხოვრობთ, რადგან საზამთროდ კარგი ადგილებია, ადვილია აქ უფრო თივის დაგვრჩება და საქონლის მოვლა, ვიდრე ზევით ფარსმა უფრო მიუვალი ადგილია. უნდა მოზამთრეობთ ჩვენაც აქ ვართ ზამთარში. ზურაბ ქააძე თუშეთში ის იშვიათი მოსახლეა, რომელიც ზამთარს 2000 მეტრის სიმაღლეზე ატარებს. წარმოსადგენად რთულია, თუმცა მისთვის მარტივი. ცხოვრებაც ამას მოითხოვს. უპატრონოს პირუტყვს, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება და რაც მთავარია, შეუნარჩუნოს სოფელს სახელი, რომლის დაკარგვაც მეზობელ მიდამოებში არაერთს დამუქრებია. ზამთარში აქ რჩებით მე და ჩემი ბიძაშვილი. ყავს ჩვენი საქონელი, გულით ამ საქონელს ძირითადად და გავყავს ყოველდღიურობა ის ასე ვთქვათ მარტივია დროის გაყვანა. ყოველ წუთას სხვადასხვა პეიზაჟს სახვდები, ხან თოვლია, ხან უცებ გამოიდარებს. არ არსებობს კიდე დღე რომ არ გახვიდე და ნადირი არ შეგხვდეს. პირველად რო ჯიხვები დავინახე, მე თვითონაც გაოცებული ვიყავი მათი სილამაზით და მაშინ მივხვდი რომ სწორად იმ ადგილზე მუშაობდი, სადაც ახლა ვმუშაობ. მეოთხე წელია, რაც რეინჯერის პოზიციაზე მუშაობს. წლის ნებისმიერ სეზონსა თუ დროს მიუხედავად დიდი ნალექისა, უწევს კილომეტრების ფეხით დაფარვა. უნიკალური, ყველასგან განსხვავებული, ენდემური მრავალფეროვნებით გამორჩეული, დაცული ტერიტორიის მცველი, წინააღმდეგობების მიუხედავად აღნიშნავს, რომ საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა და თუშეთის სიყვარული, სწორედ რომ მშობლიურმა კერამ განაპირობა. შემოდგომიდან ზაფხულამდე 8 თვე სრულიად მოწყვეტილი გარემოს. მხოლოდ ერთი ასაკოვანი მეზობლის შემყურე. ასე აგრძელებს ცხოვრებას იქ, სადაც თანაარსებობა მხოლოდ ველურ ბუნებასთან უწევს. ზამთარში ჩვეულებრივ ხდება პატრულირებები. დაახლოებით სადღაც 1-5-6 კილომეტრს გავდივარ, რომ ის ნადირები დავათვალიერო, რა ხდება, რამე პრობლემა ხო არ არის, ან ზვავები ხო არ წამოვიდა ცოტა მეტი. დანარჩენს სადაც ვეღარ ვახერხებთ მისვლა, ზამთარში ძირითადად ფოტოხაფანგები აკონტროლებენ ტერიტორიას. საქართველოში მოგზაურობისას თუ ტურისტული მარშრუტების დაგეგმვას გადაწყვეტთ, ნუსხის სათავეში თუშეთის მონიშვნას არ გვირჩევენ, რადგან, როგორც ამბობენ, რთული იქნება აქ მიღებული შთაბეჭდილება სხვაგან ნანახმა გადაფაროს. ნახველების ძირითადი ეპითეტები ასეთია: მხარე, რომელიც არაფერს გავს და თვითმყოფადია, როგორც ხელუხლებელი ბუნებით, ისე მთებზე შეფენილი სოფლების არქიტექტურული იერსახით. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ისტორიული კუთხის უდიდესი ნაწილი დაცული ტერიტორიების სისტემაში შედის, რომელიც ეროვნული პარკის, სახელმწიფო ნაკრძალისა და დაცული ლანდშაფტისგან შედგება. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 113,600 ჰექტარია. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი ეს არის ყველაზე მკაცრი დაცვის კატეგორიის მქონე დაცული ტერიტორია, სადაც
აკრძალულია ყველანაირი ადამიანური საქმიანობა, გარდა არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევებისა, ხოლო ყველაზე დიდი ფართობი არის თუშეთის ეროვნული პარკი, სადაც უკვე დაშვებულია გარკვეული ტურისტული აქტივობები, ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება და ასე შემდეგ. ხოლო თუშეთის დაცული ლანდშაფტი ეს არის ძირითადად ის კატეგორია, რომელიც მოიცავს თუშეთის სოფლებს, სოფლების მიმდებარე ტრადიციულ სავარგულებს და სადაც უკვე დაშვებულია კერძო საკუთრება. ეროვნული პარკი და სახელმწიფო ნაკრძალი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ იმართება. დაცულ ლანდშაფტს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მეთვალყურეობს. თუშეთი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კანდიდატთა სიაში ირიცხება. ამჟამად მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. სწორედ ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების ჰარმონიულმა თანაარსებობამ განაპირობა ის, რომ თუშეთმა დღემდე შეინარჩუნა გამორჩეული ეკოსისტემა, მდიდარი ბიომრავალფეროვნება და ტრადიციული ცხოვრების წესი. აქ არის ერთმანეთთან შერწყმული ბუნება და კულტურა. თუშეთში არ უნდა განასხვაო, იმიტომ რომ რაღაც ტრადიციას ყოველთვის აქვს ისტორია, რომელიც შეიძლება ბუნებასთან იყოს დაკავშირებული. თუნდაც მაგალითად არის ესეთი ტერიტორია, რომელსაც ქვია ხატის ტყე. სადაც სალოცავია იმის გარშემო ეს არის ის ტყიანი მასივი, სადაც მოჭრა ხის ტოტის გამოტანაც არ შეიძლება. ეს გარკვეულწილად რო გადმოვიტანო თანამედროვე ენაზე, ეს არის ის ნაკრძალი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა. სწორედ დაცვამ განაპირობა ის, რომ თუშეთი აღიარებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების საკვანძო ტერიტორიად. ძუძუმწოვარი ბინადრები, იშვიათი მტაცებელი ფრინველები თუ კავკასიის ენდემური სახეობები, სწორედ აქ, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე არსებულ ბუნებრივ გარემოში გვხვდება. ყოველივე ამის შესახებ ტურისტებს ვრცელ ინფორმაციას რეინჯერთა ცენტრები აწვდის. პირველი გაჩერება მთავარ საავტომობილო გზაზე მდებარე სამხევის რეინჯერთა სადგურია. შემდეგი კი ომალოში მდებარე თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი. სტუმარი ისტორიული მხარის ბუნებრივ თუ კულტურულ მემკვიდრეობას სწორედ აქ ეცნობა. აქ ჩვენი წარსულია ისტორია, ჩვენი დღევანდელობა არის პრინციპში გამოფენილი და აქედან იწყება რა ტურისტების შესავალი, რომ სად მივიდნენ, როგორ მივიდნენ, რა დახვდება, რანაირი პირობები იქნება, რას ნახავენ, წესჩვეულებებს გაეცნო. მოწონთ აქაურობა, რას ამბობენ? კი, ყველაკ მაყოფილი მიდის, რა ვიცი, რომ გამოივლიან, აქ შემოივლიან და მიდიან, მე გამოვლაში დიდი მადლობა და მაყოფილები არიან, ყველაფერი კარგად არის, რომ რა ვიცი, კიდევ მოვალთო გვირდებიან. I'm from London in England. მე ლონდონიდან ვარ, საქართველოში მესამედ ჩამოვედი. ნანახი მაქვს ყაზბეგის სვანეთი. ჩემმა გიდმა მე და ჩემს მეგობარს გითხრა, რომ თუშეთი ყველაზე საოცარი ადგილია და აუცილებლად უნდა გვენახა. გუშინ პირველი დღე საუკეთესოდ გავატარეთ. დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ. ვიქირავეთ ცხენები და ორეთის ტბამდე ავედით. დაახლოებით 3 საათი ვიარეთ ტყეში, ციცაბო ფერდობებზე. შემდეგ ულამაზეს მწვანე საძოვრებს მივადექით, სადაც საოცრად ლამაზი კაშკაშა მწვანე ტბა დაგხვდა. ახლა ომალოში ვართ. მოგვიანებით დართლო უნდა ვნახოთ. სანახავი მართლაც რომ ბევრი აქვთ, წინ დიდი შთაბეჭდილება ელოდებათ. ფიქლის სახურავით გადაფარული ქვით აშენებული სახლები, თუშური არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები, ტრადიციული კოშკები. სოფელი დართლო. თუშეთის მკვიდრი 20 წლის გამოცდილების მქონე რეინჯერი ემზარ ბოზაიძე გვიყვება, რომ მიუხედავად აქ გატარებული წლებისა, ყოველი დღე სიახლის ძიება და გამოცდილება. განსაკუთრებით იმ მიუვალი ადგილების დალაშქვრა, რომლის პატრულირებაც რეინჯერებს უწევთ. ძირითადად ჩვენი ტერიტორიები არის მაღლა, ალპები, ცხენით გვიწევს იარული ერთდღიანი, ორდღიანი პატრულები, სამდღიანი. ვიცავთ, ვამოწმებთ ფლორა ფაუნას. თუ რამე კანონდა არღვევა. რამე გაქვთ საინტერესო ისტორია? ბევრი ისტორია ყოფილა, რა ვიცი, ხან რომ დადიხარ ბილიკებზე, ხან ნადის გადაეყრები, ხან იმას გადაეყრები, ხან ამას. ერთხელ იყო შემთხვევა, მაღლიდან ჩამოდიოდი მოსახვევი იყო. 25 მეტრაში გავხედე და დათვი მოდიოდა ბელებით. იქიდან იმა დაიწყო ღრიალი, აქედან მე დავიწყე ღრიალი და ეს აქვეით რა. გავიყარეთ.
რომელმა აჯობა? მე მგონი მევაჯობე. თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ბუნების დაცვა კონსერვაციაზე 21 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი ზრუნავს. მათი საქმიანობა მხოლოდ ბუნების დაცვით არ შემოიფარგლება. საჭიროების შემთხვევაში რეინჯერები ეხმარებიან სტიქიური მოვლენების თუ სხვა პრობლემის წინაშე მდგომ მოსახლეობას და ტურისტებს. სწორედ უსაფრთხოება არის ერთ-ერთი მთავარი პირობა მსოფლიოში მოგზაურობისას ფოტოგრაფ ქეით კუპერისთვის, რომელიც თუშეთში ჟურნალისტ მეგობართან ერთად ჩამოვიდა. Tusheti for me თუშეთი ჩემთვის სამოთხეს გავს. აქაური პეიზაჟები ზღაპარს მაგონებს. თითქოს ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში მოვხვდი. ჩემი გატაცება ცხენებია. აქ ჩამოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა, რადგან სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ცხენებია. გარდა ამისა, ძალიან მომწონს აქაური სამზარეულო. საქართველოში ნანახ ყველა ადგილს შორის ყველაზე მეტად თუშეთის კერძები მომწონს. ვაკეთებთ ხავიც. ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასი თუშეთის ყველაზე მასშტაბურ სასტუმროში გაიმართა. როგორც გავიგეთ, სასტუმრო სამზეო თუშური კერძების პოპულარიზაციის მიზნით საკუთარ მენიუში აქცენტს სწორედ რომ ავთენტურ სამზარეულოზე აკეთებს და ყოველწლიურად 2000-მდე ტურისტს ადგილობრივი მოსახლეობისგან მოწოდებული პროდუქტებით უმასპინძლდება. სასტუმროს თუში მზარეული მაყვალა მელაიძე გვიყვება, რომ თითოეული კერძის შექმნა ყოფა ცხოვრებამ განაპირობა. თუშური სამზარეულო ძირითადად ცომეულზე და რძის პროდუქტზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ აქ ბოსტნეული მოდიოდა ძალიან მცირე, აი მაგალითად ერბუანყვა. აი ეს ქუმელი იმდენად ნოყიერი და ენერგიას აძლევდა, რომ აი ხალიანი წყალია ესეთი ამ ყვას ხსნიან წყალში და ცოტა სიტკბოს უკეთებენ და ამას სვავდნენ, რო არ შეეძლოთ, არ იყო ჭამის დრო და ესეთი რაღაცეები, ამას სვავდნენ და ეს ენერგიას მატებდა. აქ ახლა ვამზადებთ ჩვენ ცხელ არახს, თუშები ეძახიან მწვავე არაყი, არის ჭაჭა, ცოტა შაქარი და ცოტა წყალი ზავდება, რომ ძალიან ძლიერი არ იყოს, იმიტომ რომ რადგანაც ცხელ მდგომარეობაში უნდა დალიო, ოდნავ სიმსუბუქე ჭირდება და ემატება ბექონდა რა. რომელთან ერთადაც ცოტა ხანი იდუღებს და მე შემიძლია გაგასინჯოთ უკვე. ცხელი არაყი, ხავიწი, გორდილა და თუშური ხინკალი. ენდემურ გარემოში გაგრძელებული ტრადიცია, რაც ჩამოსულ სტუმარს წარუშლილ ემოციებს უქმნის. ვიზიტორების მისაღებად გზა წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ან 4 თვით იხსნება. ზურაბი მუდმივი ბინადარია, აქაურობის მცველი. როგორც გვიყვება, სოფლების მოსახლეობისგან დაცლა სხვა მიზეზებთან ერთად მძიმე სოციალურმა პრობლემებმა განაპირობა. არადა არც ისე ბევრია საჭირო. ცოტა ყურადღება, სახელმწიფოს მხრიდან თუშეთში მცხოვრები ადგილობრივების ხელშეწყობა, სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა, რათა ერთ-ერთი მთავარი საკვების მეცხოველეობის შენარჩუნება და განვითარება შეძლონ. სწორედ რომ ადამიანი ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომელიც თუშეთს ცოცხალ მემკვიდრეობად აქცევს.